სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მუშაობის მიზანია მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებაში. აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. Როგორ ესახებათ საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს ფასების შემცირება? რა დასკვნა შეიძლება დადოს სამთავრობო კომისიამ და კითხვა. ფასების შემცირებასთან ერთად შეიძლება თუ არა რაიმე სახის პრობლემა შეექმნას თავად ბიზნეს ფუნქციონირების კუთხით. პრემიერი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს, რომ ბიზნესის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა მოსახლეობას მაღალი ფასებით გამოწვეული წნეხის შეუმსუბუქოს. ლევან ჟორჟალიანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. პირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. ყველა შეხვედრის შემდგომ, როდესაც აკეთებთ თქვენ კომენტარს მედიისთვის, ყველა შეხვედრის შემდგომ უსვამთ ხაზს, რომ აი ამ შეხვედრის ფაქტორების გათვალისწინებით დიახ, ფასების შემცირება შესაძლებელია. თავდაპირველად მინდა ვიდრე ამ კონტექსტზე წავიდოდეთ, მინდა კითხოთ, რატომ მიხვედით ხელისუფლება მაინც იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს მიმართულება არის დასარეგულირებელი და მიზანი რა გვაქვს, ანუ აი რა შედეგზე უნდა გავიდეთ. ყველა მხარე ესეც საკმაოდ საინტერესო პროცესია, ყველა გამოდის იქიდან და ბიზნესი ეხის რომ დიახ შესაძლებელია და ამ შემთხვევაში ბუნებრივად მქონდა ყველასთან კითხვა, რომ მაინც პრემიერის განცხადება იყო საჭირო, რომ ფასების შემცირება დაგვეწყო. აი ამ პროცესების გათვალისწინებით ვკითხულობ, რა მიზანს ემსახურებით და რაზე გაქვთ გათვლა? მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მიზანი გაცხადებული გვაქვს და ეს მიზანი არის ფასების შემცირება. სასურსათო პროდუქციაზე, როგორც იცით, გაფართოვდა მანდატი კომისიის და ასევე დავიმატეთ მედიკამენტები და საწვავი. თუ მიუბრუნდებით სურსათს, საიდან წამოვიდა ეს იდეა, ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და ძალიან ლოგიკური ინიციატივა, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა, შეიძლება ითქვას, ერთგვაროვან საქონელს, რომელიც დევს ერთი და იმავე სუპერმარკეტში ევროპის რომელიღაც ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში და საქართველოში, მათ შორის ფასდაშორის სხვაობა არის სამმაგი, შეიძლება ესე ითქვას და ვისაც ესმის, თქვათ, ან ცოტა ჩახედული არის ამ საქმეში, მიხვდება, რომ თქვათ, იქ შეძენა, მერე ტრანსპორტირება, აი ეს ხარჯები, პლუს საზღვრიდან დახლამდე არის გარკვეული ფასნამატები, რომლებიც ჯამში ქმნიან და ეკონომიკის სამინისტრომ ამაზე წინასწარი მოკვლევა ჩაატარა, ჯამში ქმნიან 86%-იან ფასნამატს, რაც ქმნის აი ესეთ დისბალანსს ევროპულ და ქართულ ფასებს შორის. ანუ რო ავიღოთ ერთი და იგივე სახეობის პროდუქცია, მაგალითად შოკოლადი, მაგალითად ბრინჯი, ერთი და იგივე ქსელში, რომელიც ოპერირებს როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში, ამ პროდუქციაზე ფასდაშორის სხვაობა ხშირად არის ორმაგი, სამმაგი, შეიძლება მეტიც კი და როდესაც ამას უყურებს ქართველი მომხმარებელი და ჩვენც ახლა არ განსხვავდებით არაფრით და ნახულობ, რა გაქვს პროტესტის შეგრძნება, ვერ ხსნი, რატო შეიძლება იყოს ამხელა ფასები, იმიტომ რომ თუ კი ავიღებთ იქ საბითუმო ფასს შეძენის იმპორტული საქონელის და ტრანსპორტირებას და როგორც იცით, ტრანსპორტირების ხარჯები, როდესაც დიდ შეკვეთაზეა საუბარი, ერთეულზე ძალიან მიზერ ფასნამატს იწვევს, ვერ უნდა გახდეს აი ამხელა 86%-იანი ფასნამატის საფუძველი. ესე იგი, რაღაცეები ხდება უკვე საზღვრიდან დახლამდე, ან რაღაც ფაქტორების გამო იმატებს ეს ფასი და შესაბამისად მომხმარებლის ჯიბიდან, თქვენი და ჩემი ჯიბიდან ხდება აი ამ ფასნამატის გადახდა და პროდუქციის შეძენა. შესაბამისად ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ფასები შემცირდეს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ პრემიერმა თქვა აღნიშნა, ჩვენ არ ვაპირებთ რეპრესიული, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ბიზნესის მიმართ რაღაც რეპრესიების გატარებას. თუმცა ვფიქრობ, რომ არსებობს ბერკეტები კანონმდებლობით ისეც, რომ ფასები შემცირდეს და თქვენ კარგად აღნიშნეთ, რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ არა მარტო ჩვენ დაინტერესებული ვართ სუბიექტურად, ხო, რომ შემცირდეს ფასები. მათ შორის მათ თვითონ ამბობენ, რომ შესაძლებელი ყოფილა, ესე იგი, ყველა მიმართულებით ფასების კლება.
და თუ კი ეს შესაძლებელი არის, ხო, ესე იგი ეხა უკვე დაგვჭა რამდენით არის შესაძლებელი და რა ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივობას, ხო? ანუ რა ვადაში თქვათ, როგორ შეიძლება თქვათ ეს პროგრესირებადი იყოს ეს შემცირება განგრზობადი იყოს. შეიძლება უცებ შემცირდეს, იმიტომ რომ აი პრემიერი ამბობს და კომისიამ გადაწყვიტა, მაგრამ რამდენად გრძელვადიანად შემცირდება. ჩვენი მიზნები არასდროს არ არის მოკლევადიანი, შემიძლია გითხრათ. ამიტომ ეს არ არის რაღაც ერთჯერადი PR აქცია. თუ კი ვინმეს ეს ეჭვი აქვს, ეს არ არის რაღაც PR აქციას, როცა თქვათ ერთი თვე შეიძლება შემცირდეს გარკვეულ საქონელზე ფასები, ატაში დაუკრათ და მერე უცბად მოიმატოს და შეიძლება იმაზე მეტადაც კი მოიმატოს, რათა დააბალანსონ მერე თქვათ ის დანაკარგი, რაც ის პერიოდი შეამცირეს, არა ეს ვერ მოხდება. თუ მივედით და იმედი მაქვს რომ მივალთ შემცირებამდე, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად განგრზობადი დროში და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიგრძნოთ ეს ყველაფერი ჩვენს სამხმარებლო კალათაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღებული გაქვთ ვადა და აპრილი, დაახლოებით ამ დროისთვის უნდა ვიცოდეთ უკვე კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. პარლამენტი მომავალ კვირაში შექმნის სპეციალურ კომისიას, შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელებს და ანუ რაღაც გარკვეულწილად ერთობლივ გადაწყვეტილებამდე უნდა მიხვიდეთ. თუმცა წინასწარი დაკვირვებით პრობლემა რაში ამ შემთხვევაში სურსათზე მედიკამენტებს და საწვავსის იმპორტიერებს ხვალ-ხვდებით. რა არის პრობლემა, აი დაკვირვება რას აჩვენებს? შეხვდით მწარმოებლებს, შეხვდით დისტრიბუტორებს, ქსელურ მარკეტებს, აი რა შთაბეჭდილება დაგჭათ აი ამ სამი მთავარი რგოლის საუბრიდან გამომდინარე. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენ შევხვდით სამივე მხარეს, რომელიც სურსათის ფასებს ქმნის, შეიძლება ითქვას, ანუ ინდუსტრიას, ესენი არიან ესე იგი ქსელური მარკეტები, დისტრიბუტორები და მწარმოებლები. ნუ როგორც გამოიკეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ეგრეთ წოდებულ cashback-ებში. ანუ როდესაც დისტრიბუტორს ან წარმოებას ქსელის მიერ უწესდება გარკვეული ტიპის გადასახადები, თვითონ დისტრიბუტორთა თქმით და მათ შორის წარმოებლებიც ამაზე საუბრობენ, ნუ ამბობენ სადღაც 9 სახის გადასახადი მაინც გვაქვს. კი ბატონო, ახლა დადგენილი ჩამოთვალა საკმაოდ გრძელი ქსელების მიერო, ნუ სახელმწიფოს 5 გადასახადი გვაქვს სულ და ესე ვერ ხდება ბიუჯეტის ხო შევსება და ნუ ერთ-ერთ თავარ პრობლემად ამას ასახელებენ, ასევე შემიძლია ვთქვა რომ წარმოებლების მხრიდანაც გვაქვს ეგეთი პრაქტიკა რომ ზოგ ქართულ მწარმოებელს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გასაღებას ურჩევნია ექსპორტზე გაიტანოს. ექსპორტი თავის მხრივ რასაკვირველია ძალიან კარგია, მაგრამ ექსპორტი ძალიან კარგია მაშინ, როდესაც ჩვენი საკუთარი მოთხოვნილებები არის დაკმაყოფილებული, ანუ როდესაც შიდა ბაზარზე არ გჭირდება იმპორტით ჩანაცვლება. ამ ბაზარზე იმდენად რთულია შესვლა, რომ მათ ურჩევნიათ, რომ პირდაპირ ამაზე საუბრობენ ისინი, დიახ, ამაზე საუბრობენ, ანუ იმ გარკვეული გადასახადების თუ წნეხის გამო, რომელიც მათ უწევთ, რომ მე ფაში ასახონ და cashback-ების სახით დააბრუნონ, თუმცა მხოლოდ ეს არ არის გარკვეული სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მოქმედებს მათ შორის. პრემიერი საუბრობდა კარტერული შეთანხმების გარკვეულ პირობაზე. რაც შეეხება კარტერულ შეთანხმებებს, კი, იცით, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო გარკვეული ფინანსური დოკუმენტაცია კომპანიებიდან და გვაქვს რაღაც ინფორმაციები, რასაკვირველია, უსაფუძვლოდ არ მომხდარა ამაზე გამოძიების დაწყება. მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ პროდუქტზე არ დავასახელებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უცბად ყველამ ერთნაირი ფასნამატი დააფიქსირა ბაზარზე, რაც ახსნადი არ არის საბაზრო კონკურენციის პირობებში და ესე წესდარც უნდა ხდებოდეს და გვაქვს ესეთი შემთხვევები, მოცემულობები. აქ საინტერესოა, რომ ყველა კომპანია არა მხოლოდ დღევანდელ გადაცემაში, არამედ აქამდეც ვისაც ვესაუბრეთ, ყველა იცის, რომ საქართველოში კონკურენტული გარემო გვაქვს და რეალურად კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ აი ჩვენ როგორ შეიძლება კარტერულ გარიგებებზე მივდიოდეთ. თუ კონკურენცია მაღალია, მაშინ ასეთი მაღალი ფასები ალბათ რეალურად არ უნდა გქონდეს, ხო? მარტივი დაკვირვებით. თუ არსებობს რაღაც თამაშის წესები, რომლებზეც ყველა აქტორი თანხმდება და არ არის ეს თამაშის წესები, თქვათ, განსხვავებული, რომელიც მე კონკურენციასაც უზრუნველყოფს და მეთანხმებით ალბათ, რომ სწორედ შეიძლება ამანაც გამოიწვიოს ის, რომ თქვათ, თითქმის ერთნაირ ფასებს ხვდებით ყველგან, სადაც არ უნდა მივიდეთ და თითქმის ერთნაირი ფასები გვაქვს
თქვათ იქ რაღაცა აკლდება ლოიალობის ბარათის გამოყენების გამო, ასე შემდეგ, ну არ მთელი ესე იგი სქემები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველგან ასე თუ ისე გვაქვს ფასები ერთნაირი მსგავსი. საბოლოოდ ეს თემა რომ შევაჯამოთ, ჩვენ მიზანი არის, რაც შეიძლება ფასები დავიდეს იმ დონემდე, რომ წნეხი შემომსუბუქდეს საქართველოს მოქალაქეს, ეს მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და რასაკვირველია ბალანსის დაჭერა, იმიტომ რომ ჩვენ თუ რაღაცით გამოვირჩევით ერთ-ერთით ეს ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ ის, რომ ბიზნესთან მიმართებაში გვაქვს ძალიან ესეთი დამოკიდებულება, კეთილმეგობრული, ხელშეწყობითი ბიზნეს არ ჭირდება ლობისტები მაგალითად ამ ქვეყანაში რომ ურთიერთობა გქონდეს პირდაპირ გადაწყვეტილების მიღებ პირებთან ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ ყოველთვის უსმენთ მათ ვითავისოთ მათ პრობლემებს და ხშირად ვეხმარებით ძალიან ბევრი საკითხის გადაწყვეტაში რომ ბიზნესთან ძალიან ბევრი პრობლემები აწუხებს შესაბამისად ჩვენ უნდა რასაკვირველია დავაბალანსოთ აბსოლუტურად მაგრამ თავარი მიზანი მაინც მინდა ამოვიდე და ვთქვა რომ ეს არის ფასების შემცირება მედიკამენტების მიმართულებითაც გქონდათ შეხვედრა იქ დაგჭათ შტაბ-ეშლება რომ აქაც შესაძლებელია დავუშვათ იგივე დანარჩენ პროდუქციაზეც რეფერენტული ფასი გავრცელებით თუ იქ როგორ გესახებათ იმიტომ რომ მაინც რეფერენტული ფასი უკვე სახეზე გვაქვს კი ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს თუ არ ვწდები 7000-ზე მეტ მედიკამენტზე თუ არ მეშლება რიცხვები და შესაძლებელია ესეც ერთ-ერთი გზა იყოს მათ შორის ამ პროცესის გაგრძელება თუმცა ჩვენ როცა შევხვდით ესე იგი საფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს ასევე იქ იყვნენ წარმოებლებიც დისტრიბუტორებიც იქ სხვადასხვა პრობლემებზე იყო საუბარი თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო რომ ისინიც ხედავენ სივრცეს იმისთვის რომ მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები და ამ ნაწილშიც გარკვეული წნეხი შემცირდეს მოქალაქეს. კი ბატონო, ნახოთ როგორ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ბუნებრივია პროცესსაც ვადევნებთ თვალს და ველოდებით აპრილსაც შეიძლება რომ უფრო ადრე ვიცოდეთ დაუშვათ საბოლოო შედეგები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ შესაძლებელია ამ პროცესის განმავლობაშიც ნელ-ნელა ფასების კლება დაიწყოს, იცით რომ პარლამენტში იწყება უკვე ეს პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საჯაროებას, ანუ ეხლა რა განხილვაც მიდის დახურულ კარს მიღმა კომისიაზე, შეიძლება ესე ითქვას, ну ეს ყველაფერი იქნება ფართო საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ინფორმირებული მომხმარებელი, რომელმაც იცის თუ საიდან გამოდის ეს ფასი, რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს ბიზნესთან მიმართებაში, რისგან შედგება ეს ფასები, მე მოვისმინე ბევრი კომენტარი იგივე გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ დღეს თუ ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემა ვინმესა აქვს საერთოდ სოფლიოში ეს არის საქართველოს, სადაც ძალიან ცოტა გადასახადია, თუნდაც ევროპულ ქვეყნებს რო შევადაროთ და ინვესტიციისთვის, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის საუკეთესო გარემო, იმიტომ რომ საგადასახადო წნეხი არის ძალიან დაბალი პირიქით და ეს მოსაზრებებიც მოვისმინეთ, მაგრამ არსად ეს არ არის აქსიომატური კი არა, საერთოდ არ დამტკიცებულა, რომ მაგალითად თუ კი რაღაცაზე საერთოდ მოხსნი გადასახადებს მომენტალურად სადღაც ამ ფასები დაიწევს პირიქით ხელს შეუწყობ რომ უფრო მეტი მოგებით დაბრუნდეს სახლში კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენელი. ნახოთ როგორ იქნება ამ საკითხზე გადაწყვეტილება და კიდევ ერთ თემა რომელზეც მინდა რომ აუცილებლად ვისაუბროთ დღევანდელ გადაცემაში ეს არის მთავრობის ადმინისტრაციაში ეფექტიანობის დეპარტამენტის და ანგარიში და საკმაოდ ისეთი შთამბეჭდავე ამ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით ანგარიში დაიდო. თავდაპირველად მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს რაზეა საუბარი, ანუ ეფექტი ამ დეპარტამენტის არის 300 მილიონი ლარით დაზოგილი ბიუჯეტისთვის თანხა. სწორად მახსოვს ეს რიცხვი, ამიტომ უფრო კარგად რომ აუხსნათ მაყურებელს რა იგულისხმება ამ ეფექტში და მე ვისაუბროთ იმ სავარაუდო ცვლილებებზე, რომელთან დაკავშირებითაც ასევე დღეს უკვე კომენტარებიც გავრცელდა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება ახლა თქვენი მხრიდან. დიახ. ეფექტიანობის დეპარტამენტი, სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის შეიქმნა 2025 წლის მეორე ნახევარში, გაეშვა ჩვენ ვამზადებდით გარკვეულ ინფრასტრუქტურას ამისთვის. ეს ზოგადად თავრობის ადმინისტრაცია ძალიან გაძლიერდა
მონიტორინგის ფუნქციის მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციას აქვს მაკოორდინირებელი, სამართლებრივი ზედამხედველის და ზოგადად მონიტორინგის ფუნქცია აქვს, იმიტომ რომ ის არის პრემიერ-მინისტრთან პრემიერ-მინისტრის აპარატია, შეიძლება ესე ითქვას და პრემიერ-მინისტრს აქვს კონსტიტუციური უფლებამოსილება აკონტროლოს ყველა სამთავრობო უწყება, ხოლო ამის მთავარი ერთი საშუალება არის მთავრობის ადმინისტრაცია და მისი გუნდი. ჩვენ გავაძლიერეთ მთავრობის ადმინისტრაციის შესყიდვების და ბაზრისკვლევის დეპარტამენტი შეიქმნა, რომელმაც დაიმატა ძალიან ბევრი ესე იგი შესყიდვების კოდები და ეს ეხებოდა ძირითადად მშენებლობებს, ანუ მთავრობის ადმინისტრაცია მონიტორინგს ზედამხედველობა დაიწყო საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება სამშენებლო პროექტებთან მიმართებაში და ამასთან ერთად შეიქმნა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ასევე ბიუჯეტის ხარჯვას ეფექტიანად და ასევე მას აქვს საზედამხედველო ფუნქციები, მას აქვს დაშვება აბსოლუტურად ყველა სამთავრობო უწყებაზე, სამინისტრო იქნება, SCP იქნება თუ ასე შემდეგ, შეუძლია გამოითხოვოს მასალები, გააკეთოს მოკვლევები, კონდეს მისცეს რეკომენდაციები, ასე შემდეგ და მეტიც, ესე იგი, სამართალდამცავ უწყებებთანაც ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ, რამდენიმე საქმეც არის გადაგზავნილი ჩვენი მხრიდან. ძალიან აქტიურად გაიშვა ორივე დეპარტამენტი და საბოლოო ჯამში მათმა ეფექტმა მოგცა 300 მილიონი ლარი, ეს რას ნიშნავს? აი რას ნიშნავს ეს? ჩვენი პროცედურა ესეთი არის, რომ ყველა ესეთი სამთავრობო უწყებები, სამინისტროები იქნებიან, SIP-ები თუ ასე შემდეგ, როდესაც მათ სურდათ შეეძინათ გარკვეული მომსახურება საქონელი ან სამშენებლო პროექტები იყო, ამ ორი დეპარტამენტის მუშაობის შედეგად და მინდა ასევე გამოვყო ეფექტიანობის დეპარტამენტი განსაკუთრებით, მოხდა 300 მილიონით ნაკლების გადახდა იმ საქონელსა თუ მომსახურებაში, რომელიც შეისყიდა სახელმწიფომ. აქედან შეგვიძლია ჩავშალოთ კიდევ ეს 300 მილიონი, მაგალითად 100 მილიონი არის, რაზეც საერთოდ უარი უთხარით კონკრეტულ უწყებებს, გარკვეულ შესყიდვებზე, ჩვენ დაუსაბუთეთ მას, რომ კონკრეტულ სამინისტროებს, სამინისტროების SIP-ები ყველაზე არის აქ საუბარი. 100 მილიონი იყო მაგალითად, რომელსაც უთხარით, რომ ეს შენ ამ წუთას არ გჭირდება ამ რაღაცის შეძენა, ან საქონლის, ან მომსახურების. დანარჩენი მოდიოდა უშუალოდ რეკომენდაციებზე, რომ არასწორად იყო თქვა ბაზრის კვლევა ჩატარებული, ფასი არასწორად იყო აღებული, დაავალეთ დამატებითი ბაზრის კვლევის ჩატარება და ამან მოგცა შედეგი, რომ პლუს 200 მილიონი დაიზოგა, ანუ რაღაცას თქვა თუ ყიდულობდით 6 ლარად, ეხლა ვიყიდეთ 3 ლარად. შეიძლება ითქვას 6 თვეში თუ შესაძლებელი აღმოჩნდა 300 მილიონის დაზოგვა 2000 ამ მთელი წლის გამოში რამდენი მილიონის დაზოგვა იქნება შესაძლებელი? ისიც რომ ზოგადად შესყიდვები ყოველთვის იყო აქილევსის ქუსლი, არის ნებისმიერი ადმინისტრაციის თუ ხელისუფლების. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვეგვარებინა და გაგვეჯანსაღებინა მთლიანად შესყიდვები. ჩვენ გვინდა რომ ეს მე თქვენ ეთერში ადრეს ვთქვი, რომ არც ნაკლები არ უნდა გადავიხადოთ რაღაცაში, არც მეტი გაბერილი ფასები, ჩვენ უნდა გადავიხადოთ საბაზრო ფასები და მომწოდებლებისგან, ანუ ბიზნესისგან უნდა მივიღოთ ხარისხიანი შესრულება დათქმულ დროსა და ვადაში. ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი. ჩვენ არ გვინდა რაღაცა ზეიაფი შესრულებები, რომელიც მე ხარისხზე იყო დაბალი ფასი. რა თქმა უნდა, რომელიც ხარისხზე მოქმედებს. და რა თქმა უნდა ჩვენ გაბერილი ფასებით გამორიცხული არის რამის გადახდა. ჩვენ გვინდა რომ გადავიხადოთ საბაზრო ფასი, სამართლიანი ფასი უნდა გადავიხადოთ და დავაზღვიოთ აბსოლუტურად კორუფციული რისკები. ზოგადად ეფექტიანობის დეპარტამენტი ეს არის პრემიერის ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი, შეიძლება ითქვას, პროექტი, რომელმაც შემიძლია ვთქვა, რომ 6 თვეში უკვე ძალიან სერიოზული შედეგები დადო. მე ასევე შემიძლია გითხრათ, რა რეფორმები გავატარეთ ამ დეპარტამენტის ფარგლებში. და მინდა ვიკითხო თეთრი სიის ნაწილიც, რომელიც სამშენებლო სფეროს რო დაუბრუნდეთ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ძალიან აქტიურად მუშაობდით. იგივე სამშენებლო ფასები ყოველთვის პრობლემა იყო და ჩვენ ვთქვით, რომ ეს კერძო პირებმა არ უნდა დაადგინონ რაღაცა ვთქვათ ასოციაციებმა ფასები, ეს შეუძლია სახელმწიფოსაც გააკეთოს, ამისთვის ჩავთეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და მაგალითად ხელფასების ნაწილში მშენებლობებზე ჩვენ დავადგინეთ საბაზრო ფასები, რამაც გამოიწვია 20%-ით დასაქმებულების ხელფასების მატება. ასევე ჩვენ გვექნება ძალიან მალე მანქანა მექანიზმების და მასალების
ფასები, სადღაც შეიძლება მატება იყოს, სადღაც შეიძლება კლებაც იყოს, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მივყვებოდით საბჭოთა სნიპებს. კი ბატონო. ასევე ჩვენ გადავდივართ ეკონომიკის სამინისტროს გვემუშავება ძალიან კარგად და ევროკოდებზე გადავდივართ, თლიანად სამშენებლო ნორმები გვინდა რომ თლიანად ევროპული სამშენებლო ნორმები შემოვიტანოთ. შესაბამისად ფასები იქნება საბაზრო სამშენებლო ნორმები გვინდა რომ ევროკოდებზე გადავიდეთ. ასევე თქვენ ახსენეთ თეთრი სია ეს იყო ყველაზე დიდი უკმაყოფილება ბიზნესის ალკოჰოლის წარმომადგენლების მხრიდან, სწორედ ამ თეთრი სიასთან დაკავშირებით. თეთრი სია მაყურებელს რომ აუხსნათ, ეს არის კომპანიები, რომლებიც ხვდებოდნენ თეთრ სიაში და როდესაც მაგალითად სამინისტრო მათ აძლევდა, ვთქვათ, სამშენებლო პროექტზე ავანს, ვთქვათ, არ ვიცი, 10 მილიონის ოდენობით მოქონდათ მხოლოდ 5 მილიონის გარანტია, ხო 5 მილიონი გარანტიის გარეშე რჩებოდა და სამწუხარო პრაქტიკები ჰქონდა ჩვენ მშენებლობებთან მიმართებაში და თეთრისის ძალიან ბევრი კომპანია, იდეაში იგულისხმება რომ თეთრისიაში არიან ძალიან კარგი კომპანიები, მაგრამ აღმოჩნდა რომ გაპრობლემებული კომპანიების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ თეთრისიაზე მოდიოდა. კორუფციის წყარო იყო? კი, რა თქმა უნდა, იყო აქ სამწუხარო კორუფციული ფაქტებიც იყო და 5 მილიონი თქვათ ამათიდან რჩებოდა გარანტიის გარეშე, რაც მე დამატებით თავის ტკივილია, იმიტომ რომ ის როგორ იბრუნებ იმ 5 მილიონს, უნდა სასამართლოები ასე შემდეგ და თუ კომპანია ალაუალია, ძალიან რთული არის მე ამ ყველაფრის ამოღება და დამატებით დროს ბიუროკრატიასთან და ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული. ამიტომ რა სახით უნდა ჩამოყალიბდეს მაშინ თუ ჩვენ თლიანად რომ ბიზნესზე კიდე უფრო დიდი ზეწოლა არ მოგვეხდინა, გადავწყვიტეთ რომ ესე იგი ნაბიჯ თეთრისის 50%, ანუ გარანტიის ოდენობა გაიზრდება წლიდან წლამდე, წელს იქნება 60%, მომავალ წელს 70, 80, ჩვენ ასევე ძალიან აქტიური ანუ თლიანად არ ვაუქრებთ. და ბოლოს მაკეთკენ წავალთ. ბოლო რამდენი წელი ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ ქართული სამშენებლო კომპანიები გავაჯანსაღოთ მაქსიმალურად. თუ კი ადრე მუშაობდით, ვთქვათ, არასწორი პრაქტიკით, ამასთან დაკავშირებით ვაშენებდით და მე კიდე დასანგრდით. კი ბატონო, ვთქვათ, თავიდან იყო ასაშენებელი, ან ხარისხი არ იყო კარგი, ან მაგალითად არ ვიცი, ერთ სკოლას ვაშენებდით 4 წელი, რომ შეიძლება 1 წელიწადში აგვაშენებინა. აი ეს პრაქტიკები აბსოლუტურად ეს პრაქტიკები იქნება და ჩვენ ეს 6 თვე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეიძლება თქვას გარდამავალი პერიოდი ამისთვის გამოვიყენეთ, რომ აბსოლუტურად შევცვალეთ სისტემა და წავედით იქითკენ, რომ უნდა გავაჯანსაღოთ ქართული კომპანიები მაქსიმალურად. ქართულმა კომპანიებმა უნდა შეძლონ მაღალი ხარისხის პროდუქტის დადება, მაღალი ხარისხის შედეგის დადება და რასაკვირველია მაღალ ხარისხში ჩვენ არ მოვერიდებით შესაბამისი ფასის გადახდას. თავარი არის რომ ჩვენმა მოსახლეობამ საბოლოო ჯამში მიიღოს ძალიან მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ასევე ერთსაც დავამატებდი შესყიდვების პროცესის გაუმჯობესებისთვის ჩვენ დავნერგეთ 1 იანვრიდან გაეშვა MRS სისტემი, ეს არის ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, რომელიც ბაზრის კვლევას უმთავრესი ესე იგი პროცედურა არის შესყიდვისთვის, თუ ფასი აიღე არასწორად, ნუ მე ტენდერს შეიძლება ითქვას რომ აზრი ეკარგება, ან თუ თქვა გარკვეული კარტელური შეთანხმებები ხდება გარკვეულ მომწოდებლებს შორის და ხდება ფასის ხელოვნურის და ბაზრის კვლევის ეტაპზე, ეს ხდებოდა მეილებით, დარეკვებით, ეს მეილები იხსნებოდა მერე და მოკეთ ძალიან ესეთი არასწორი პრაქტიკები იყო. ეხლა როგორ მოხდება? თუ კი კონკრეტულ სამინისტროს მაგალითად უნდა არ ვიცი რაღაც კომპიუტერული ტექნიკის შეძენა, თქვა 100,000 ლარის ოდენობით ეს ბაზრის კვლევა თავის პირობებით მისდის ყველა მიმწოდებელს. ადრე თუ 2 ინვოისი იყო მხოლოდ საკმარისი რომ ბაზრის კვლევა ჩატარებულად ჩაგვეთვალა, ეხლა ეს მისდის აბსოლუტურად ყველა მიმწოდებას. ანუ ვერავინ ვერ იტყვის ვერც ერთი, ესე იგი ბიზნეს ვერც ერთი წარმომადგენელი იტყვის რომ მე არ ვიცოდი მსგავსი შესყიდვის შესახებ, არავის დაუძახია და ასე შემდეგ. ყველას მიუვარ რომ შემოდით ბაზრის კვლევაში და ასევე ანუ შემსყიდველი ვერ ნახულობს შედეგებს პროგრამულად, სანამ დრო არ მოიწურება წინადადებების შემოტანის და ასევე იქ არის ონლაინ რეჟიმში კითხვა-პასუხის ონლაინში კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც თუ კი გარკვეული პირობა მაგალითად ან ტექნიკური პარამეტრთან დაკავშირებით შეკითხვა აქვს კონკრეტულ ბიზნესს, შეუძლია პირდაპირ იქვე ონლაინში იკითხოს, დააზუსტოს თავისი შემოთავაზება და ისე მიიღოს ბაზრის კვლევაში მონაწილეობა. ეს ფაქტობრივად გამორიცხავს იმას, რომ შემდეგ 2-3 კომპანიას შორის ან შემსყიდველსა და 2-3 კომპანიას ჰქონდეთ რა გარკვეული გარიგება ერთმანეთს
ერთმანეთთან, იმიტომ რომ შეტყობინება მისდის ბაზარზე არსებულ ყველა კომპანიას, რომელსაც ეს კონკრეტული საქონელი შეუძლია რომ მოგაწოდოს. ამიტომ ესეც კორუფციულ რისკებს ძალიან კარგად აზღვევს და შეიძლება ითქვას, რომ ეხლა ელექტრონული ტენდერი ატარებს ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მაგრამ ბაზრის კვლევა ელექტრონულად ეს ჩვენი დანერგილი არის ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში და მით უმეტეს არც კანდიდატ ქვეყნებში არ არის. და ჩვენი საუბრის ბოლოს წინასწორობისას თქვით, რომ 6 თვის ანგარიში გვექნებოდა ეფექტიანობის დეპარტამენტის და საკმაოდ სერიოზული ანგარიში დადეთ. შემდგომ ანგარიშს როდის ამზადებთ და იქ რა მოლოდინები უნდა გქონდეს საზოგადოებასთან? რა აქ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ახლა ისეთ დეტალებზე ყვებოდით, რომ ბიზნესის ძალიან ბევრი სპეციფიკა უნდა გესმოდეთ, პირადად თქვენ თუ არა თქვენს თანამშრომლებს და აი ამ დეპარტამენტში მომუშავე ადამიანებს, იმიტომ რომ ისეთ დეტალებს ყვებოდით ახლა, რომელსაც სხვა ტიპის ცოდნა და გამოცდილება და კვალიფიკაცია ჭირდება. აი ამ კუთხით მზად ხართ, რომ დაუშვათ აი ამ ნაწილში ბოლომდე წახვიდეთ, იმიტომ რომ როგორც წესი ახლა ძაღლში ცნობილი ფორმულირებებია ხომ ბანკი ბევრად უკეთესად იცის, ვიდრე პირობითად სხვა, რომელიც თუნდაც მის რაღაც კონკრეტულ რაღაც ნაწილს სწავლობს. აი ამიტომ ვკითხულობ, მზად ხართ აი ამ მათ შორის შესაძლოა კრიტიკული განცხადებებისთვისაც, რომელსაც ბიზნეს ცალკეული წარმომადგენლები ჩვენ ბიზნეს ვეთანამშრომლებით, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, ყველა შესყიდვიდან გამომდინარე იქნება თუ ეს ნებისმიერი სხვა იქნება სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით. დღეს მაგალითად მე და ინფრასტრუქტურის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ბანკების წარმომადგენლებთან, მშენებელთა ასოციაციის საინტერესოა რა თემაზე იმსჯელეთ თუ შესაძლებელია? აი პროცესის გაჯანსაღებაზე სწორედ სამშენებლო პროექტებში საერთო თამაშის წესების დადგენაზე, ჯანსაღი გარემოს შექმნაზე არ შეიძლება რომ მაგალითად ერთ პროექტზე ერთი თამაშის წესები ქონდეს, მეორე პროექტზე სხვა თამაშის წესები ქონდეს, ბიზნესმა უნდა იცოდეს რომ აი აქ არის საერთო თამაშის წესები. კი, ბანკებმა გამოხატეს მზაობა და საკმაოდ პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა. ჩვენ რა ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ ვთქვით რომ უნდა საბოლოოდ ესე იგი შესყიდვებთან დაკავშირებით პრობლემა უნდა მოგვეხსნა დღის წესრიგიდან. სწორედ ამან განაპირობა ის რომ თქვენ აღნიშნეთ, მოგვიწია ყველა ისეთ ნიუანსში და დეტალში შესვლა, რომელიც მე მაგალითად პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ მოგვიწია ამ ყველაფრის ათვისება, ქონდა რასაკვირველია კონსულტაციები და ეფექტიანობის დეპარტამენტს შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი არის შეკრებილი, ძალიან კეთილსინდისიერი, ძალიან პროფესიონალი ხალხი, რომელსაც უყვართ საკუთარი ქვეყანა და მათთვის არის ძალიან დიდი мотиваცია, თუნდაც აი ის შედეგი, რაც 6 თვის განმავლობაში დავდეთ. ჩვენ წლის ბოლოს, ამ წლის ბოლოს გვექნება ასევე შევაჯამებთ რასაკვირველია ეფექტიანობის და არა მხოლოდ ეფექტიანობის, ზოგადად მთავრობის ადმინისტრაციის მუშაობას. და ვფიქრობთ, რომ პირიქით, ეხლა თუ 6 თვეში ჩვენ 300 მილიონი დავზოგეთ, სისტემა როგორც კი ჯანსაღდება, ამხელა დანაზოგი მე აღარ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ სამინისტროებმა, სიპებმა თუ სხვა საჯარო უწყებებმა ხო ანუ სატენდერო პროცედურები, ბაზრის კვლევის პროცედურები, შესყიდვები თუ ნებისმიერი სხვა ესეთი პროცედურა უფრო ჯანსაღად უნდა წარმართონ. შესაბამისად, ჩვენ ყოველ წელს ვერ გვექნება ესეთი შედეგები, ხო? იმიტომ რომ ეხლა უკვე გადავალთ პროაქტიულ რეჟიმს, სადაც უფრო ვთქვათ საკონსულტაციო ფუნქცია გვექნება საზედამხედველოც რასაკვირველია, იმიტომ რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ნებისმიერი კორუფციული რისკი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუმცა მთავარი მიზანი არის, რომ საბოლოო ჯამში ეს დანაზოგები უნდა შემცირდეს, იმიტომ რომ სისტემა უნდა გაჯანსაღდეს, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ ციფრებში, რომ თუ კი რაღაცების შესყიდვა, ამ პროექტების განხორციელება ადრე ხდებოდა, ვთქვათ, ასლარად რაღაცეები შემდგომ უნდა მოხდეს უფრო ნაკლებფაში, მაგრამ უფრო ხარისხიანად, იმიტომ რომ სწორედ აი აქ გქონდა ჩვენ სამწუხარო პრაქტიკები, რომელზეც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ეს პერიოდი სწორედ იმისთვის გამოვიყენეთ, რომ სხვადასხვა სამინისტროსთან ერთად, როგორც ვთქვათ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ის აქვს, იმიტომ რომ 3 შესაძლებელი ერთ-ერთი 3 მილიარდამდე უნდა აითვისოს მაგალითად ამ წელს, ძალიან მნიშვნელოვანი არის და ასე ყველა სხვა სამინისტროსთან გვაქვს იდეალური ურთიერთობა ხელმძღვანელებთან, მინისტრებთან, რასაკვირველია, ისინი ძალიან გვეხმარებიან ჩვენ და ერთმანეთს ვაზღვევთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აი ეს გადაზღვევა გვაძლევს იმ შედეგს, რომ ბიუჯეტში თანხები იზოგება და ეს თანხები მერე ისე უნდა მოხმარდეს ამ ქვეყანას და იმ პროგრამებს თუ პროექტებს, რომელიც ხორციელდება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლობთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში ლევან ჟორჟოლიანი საუბრობდა.